მოგესალმებით, დიდი მადლობა აქ მომბრძანებისთვის. დიდი მადლობა ამ ერთობისთვის, ერთსულოვნებისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ დაამტკიცა და დღესაც ვამტკიცებთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც სიძნელეები გვხვდება, სწორედ ერთობით, გვერდში დგომით, ჩვენ ვამარცხებთ ამ სირთულეებს. და რაც მთავარია, დღეს, როდესაც თქვენ გხედავთ, დიდი იმედი მიჩნდება, რომ ჩვენ ერთად მართლაც შევცვლით ხელისუფლებას თბილისში და ერთად გავიმარჯვებთ. იმიტომ რომ ასეთი ერთსულოვნება, ასეთი თანადგომა, ასეთი სიყვარული ერთმანეთის არ შეიძლება წარმატებით არ დასრულდეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აქ მომბრძანებისთვის. ჩვენი საზოგადოება დღეს ბევრი სირთულის წინაშე დგას. ბევრი ეს სირთულე გამოწვეულია ამ ხელისუფლების 6 წლიანი მართვის შედეგად. სწორედ ამიტომ ჩვენ დღეს ერთად შევიკრიბეთ, რომ დავიწყოთ ისეთი ცვლილებები დედაქალაქში და მთელ საქართველოში, რომელიც ყველას გავხდის თანამონაწილეს ჩვენი საერთო მომავლის შენებაში. მე აქ წარმოვადგენ პოლიტიკური გაერთიანება ალიანსი საქართველოსთვის მერობის კანდიდატს. მაგრამ მე არ ვიქნები მხოლოდ ალიანსის მერი. მე ვიქნები ყველა თბილისელის, ყველა მოქალაქის მერი და მათი ინტერესების დამცველი. მე მწამს, რომ ყველანი თანასწორი ვართ და არა აქვს მნიშვნელობა რომელ პარტიას, რა პროფესიას ან რა ეროვნებას წარმოვადგენთ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა მოქალაქის წინაშე, ვისაც აქვს სურვილი იშრომოს და შეცვალოს თავისი ცხოვრება საკუთარი თავისთვის და საკუთარი შვილებისთვის. 30 მაისს დასრულდება ჩვენს ქალაქში ერთპარტიული და ერთპიროვნული გადაწყვეტილებების დრო. 30 მაისს ჩვენ ერთად გავხდებით თანამონაწილე ჩვენი ქვეყნის მომავლის შენების. ერთად ავიღებთ ამ პასუხისმგებლობას. მე მწამს, რომ ხელისუფლებამ საკუთარ ნაბიჯებზე პასუხი უნდა აგოს. სწორედ ამიტომ 30 მაისს ხელისუფლება, რომელიც მართავს ქვეყანას სიღალბით, უნდა შეიცვალოს და უნდა შეიცვალოს არჩევნებში გამოხატული ხალხის ნებით, თქვენი ნებით. ჩვენ 30 მაისს მივდივართ არჩევნებზე. ჩვენი არჩევანის უფლება ეს მთავარი ღირებულებაა, რომელიც ერთად უნდა დავიცვათ. თბილისში ჩვენ აუცილებლად მივახცევთ იმას, რომ თითოეული ადამიანის ხმა იქნება გარანტირებულად კონფიდენციალური, იქნება ფარული და სწორედ ამ უფლების დაცვა თითოეული ჩვენთაგანის ვალია და მე არასდროს არ გავქცევივარ ჩემი ხალხის დაცვას და არც ეხლა ვაპირებ. ბოლომდე ვიდგებით ერთად, იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი. ოცდაათ მაისს თითოეული ჩვენთაგანი საკუთარ სინდისთან და საარჩევნო ბიულეტენთან რამდენიმე წუთით მარტო დარჩებით. ჩვენ ამ დღეს უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც იქნება შიშის გარეშე, მხოლოდ შინაგანი რწმენით ნაკარნახევით. ჩვენ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენ საერთო მომავალზე.
ჩვენი შვილების მომავალზე. მე მინდა ყველამ კარგად იცოდეს, რომ მთელი ხალხი და საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს აკვირდება, როგორ ჩაივლის ეს არჩევნები. მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერი მცდელობა არჩევნების გაყალბების ჩვენი ხალხის მიერ და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არ დარჩება უპასუხოდ და ყველამ კარგად იცოდეს, რომ ჩვენი მოქალაქეების არჩევანის უფლებასაც და მისფარულობასაც ჩვენ ყველანი ერთად დავიცავთ, იმიტომ რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ისეთი ქვეყანა შევქმნათ, სადაც თითოეული ადამიანი, მისი უფლებები იქნება დაცული და გარანტირებული. მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ აღვადგენთ ხალხის ნდობას ხელისუფლებისადმი. ძალიან ბევრს დღეს გონია, რომ 30 არჩევნები ერთი მორიგი არჩევნებია. მე მინდა ყველას უთხრა, 30 მაისს ჩვენ ვიწყებთ ცვლილებებს თბილისში, თქვენთან ერთად. თქვენი მონაწილეობით და ეს ცვლილებები მთელ საქართველოში განხორციელდება. არიან ადამიანები, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი აქვს. ეჭვი აქვთ, შევძლებთ თუ არა ჩვენი ქვეყნის გამთლიანებას. შევძლებთ თუ არა სიღარიბის დაძლევას. ჩვენი მოქალაქეების ღირსების მოვლას და დაცვას. მე მინდა ყველას მოგმართოთ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ მარტო არა ვართ ამ პრობლემებთან. ჩვენ ერთმანეთი გვყავს და სწორედ ერთმანეთთან გვერდში დგომით ჩვენ დავამარცხებთ უიმედობას მომავლის რწმენით. ჩვენ გადავლახავთ ერთად ყველა სირთულეს და რაც მთავარია, ჩვენ შევქმნით ისეთ ცხოვრებას თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, როგორიც ეკადრება ასეთი დიდი წარსულის და ტრადიციების ხალხს. კიდევ ერთხელ მინდა მოგმართოთ. 30 მაისს ყველანი ერთად დარაზმულები მივდივართ არჩევნებზე და შიშის გარეშე მხოლოდ და მხოლოდ მომავლის რწმენით ვირჩევთ ცვლილებების გზას. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ბრძოლაში სიყვარულით და მომავლის რწმენით მიდიხარ, იმ ბრძოლიდან არასდროს დაბრუნდები გამარჯვების გარეშე. ასე რომ ვენდოთ ერთმანეთს და ერთად დავიწყოთ ახალი სიცოცხლე თბილისისთვის და მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის და ღმერთმა გაგავმარჯვებინოს ერთად. Sara,